ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ბირთვული საკითხის გარშემო დაძაბულობა იზრდება. ირანის ბირთვული პროგრამა ისრაელის და ამერიკის უკმაყოფილებას იწვევს. ოფიციალურ თეირანს შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდებენ წინააღმდეგ შემთხვევაში განიხილება სამხედრო მოქმედებები, მათ შორის ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ. ისრაელის და ამერიკის მიზანია, რომ ირანმა ბირთვული იარაღი არ შექმნას. ამ გეგმას ოფიციალური თეირანი უარყოფს, თუმცა ფაქტია, რომ ურანის გამდიდრების მაჩვენებელი მკვეთრად არის გაზრდილი. ტრამპისა და ნეთანიაჰუს მუქარის შემცველი განცხადებების საპასუხოდ თეირანიდან აცხადებენ, რომ აგრესიულ მოქმედებას სარკისებურად უპასუხებენ. იქნება თუ არა პრობლემური თემის გადასაწყვეტად დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული. ცნობილი ხდება, რომ ომანის შუამავლობით ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაინიშნა. პრეზიდენტობის პირველ ვადაში დონალდ ტრამპი ირანის საერთაშორისო ბირთვული პროგრამიდან გავიდა მიზნით, რომ ირანი ბირთვულ აქტივობას შეზღუდავდა და ახალ შეთანხმებას დადებდა, თუმცა საპირისპირო მოხდა. შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლას ვალდებულებების შემცირებით უპასუხა ირანმაც და ურანის გამდიდრების მაჩვენებელი გაზარდა. ირანმა 60%-მდე გამდიდრებული თითქმის 275 კილოგრამი ურანი აწარმოა. ბირთვული იარაღის შესაქმნელად კი ურანის 90%-ით გამდიდრებაა საჭირო. სწორედ ირანის ბირთვული პროგრამა არის მთავარი პრობლემური საკითხი ისრაელის ხელისუფლებისთვის, რომლის განსახილველად ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ტრამპის მეორე პრეზიდენტობის დაწყების შემდეგ თეთრ სახლში უკვე მეორედ მივიდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან თეირანის მიმართ აგრესიული რიტორიკა ისმის, რომელიც ირანს უპრეცედენტო დაბომბით ემუქრება, თუ შეთანხმებაზე უარს იტყვის, თუმცა დიპლომატიის მოქმედების ადგილსაც ტოვებს. ჩვენ გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკებები ირანთან, ეს დაიწყო და შაბათს გაგრძელდება. ძალიან დიდი შეხვედრა გვაქვს და ვნახოთ რა შეიძლება მოხდეს. და ვფიქრობ, ყველა თანხმდება, რომ გარიგების დადება სასურველი იქნება. ეს ხდება ძალიან საშიში ტერიტორია და იმედია ეს მოლაპარაკებები წარმატებული იქნება და ვფიქრობ, ირანის საუკეთესო ინტერესებში იქნება თუ ეს წარმატებული იქნება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება. ვფიქრობ, თუ ირანთან მოლაპარაკებები წარმატებული არ იქნება, ირანს დიდი საფრთხე ემუქრება. დიდი საფრთხე, რადგან მათ არ შეუძლიათ ბირთვული იარაღის ქონა. ისრაელის მთავრობა ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას წითელ ხაზად მიიჩნევს და მის აღსაკვეთად ყველა ზომის მიღებას გეგმავს, მათ შორის ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნეთანიაჰუს ვიზიტის მიზანი იყო სამხედრო მოქმედებებით ირანის ბირთვული ობიექტების საკითხის გადაწყვეტაზე შეთანხმების მიღწევა, თუ ვაშინგტონის დიპლომატია შედეგებს ვერ გამოიღებს. ჩვენ ორივე ერთიანი ვართ იმ მიზანში, რომ ირანმა არასოდეს მიიღოს ბირთვული იარაღი, მაგრამ ეს შეიძლება გაკეთდეს დიპლომატიური გზით, როგორც ეს მოხდა ლიბიაში. ვფიქრობ, ეს კარგი იქნება, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ უნდა დავწმუნდეთ, რომ ირანს არ ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ისრაელს სამხედრო სცენარი არაერთხელ მოუყვანია მოქმედებაში, მაგრამ შეერთებული შტატების მხრიდან სამხედრო მოქმედებების მუქარამ ახლო აღმოსავლეთში მღელვარება გამოიწვია. ღაზაში, ლიბანში, იემენში და სირიაში განვითარებული მოვლენები რეგიონში ისედაც დაძაბულ გარემოს ქმნის. თეირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა მთლიანად სამოქალაქო ენერგეტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. ირანის შეერთებულ შტატებთან პირდაპირ მოლაპარაკებებს გამორიცხავს, თუმცა დიალოგი ომანის შუამავლობით წარიმართება. ამ მოლაპარაკებებში ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული ინტერესების დაცვა და ირანელი ხალხის ძირითადი მოთხოვნების დაცვა. შემდგომი დეტალები უფრო ნათელი გახდება მოლაპარაკებების განვითარებასთან ერთად და მათზე წინასწარ კომენტარის გაკეთება ნაადრევი იქნება. როგორც მოლაპარაკების მხარე, ჩვენ ამ მოლაპარაკებებს მივუდგებით თანაბარი პირობებით და რაციონალური აზროვნებით, რომელიც მიზნად ისახავს ისეთი პროცესის წარმართვას, რომელიც იცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და აუმჯობესებს ჩვენი ხალხის მდგომარეობას. ისრაელის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ თუ ირანი საბოლოოდ დათანხმდება მსგავს მოლაპარაკებებს, მას შეუძლია თეირანს მხოლოდ შანსი მისცეს დრო დაუთმოს ბირთვული პროგრამის განვითარებას. გარდა ამისა, მოლაპარაკების პროცესს შეუძლია ირანს მისცეს შესვენების ფანჯარა, რათა აღადგინოს რეგიონში ირანის მოკავშირე ჯგუფების წინააღმდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად მიღებული დიდი დანაკარგები, მათ შორისაა ჰამასი ღაზაში, ჰეზბოლა ლიბანში და ჰუსიტები იემენში. ირანთან დაძაბულობის ფონზე შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო შესაძლებლობებს აძლიერებს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას ავიაბაზაზე 6 ერთეული ბიორის ტიპის ბომბდამშენი გადაიყვანა, რომელსაც ბირთვული რაკეტების გადატანა შეუძლია.
დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თალიბანმა ბაგრამის საჰაერო ბაზაზე კონტროლი სავარაუდოდ შეერთებულ შტატებს გადასცა. ავღანური მედიის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავები, მათ შორის C-17 სავარაუდოდ ბაზაზე ჩაფრინდნენ, სადაც სამხედრო ტექნიკა ჩაიტანეს და დაზვერვის მაღალჩინოსნები ჩაიყვანეს. ეს მიუთითებს შეერთებული შტატების დაზვერვის მნიშვნელოვან ინტერესებზე რეგიონში. ბაგრამის საჰაერო ბაზა იყო შეერთებული შტატების უდიდესი სამხედრო კერა ავღანეთში 20 წლიანი კონფლიქტის დროს და მასზე კონტროლი შეიცვალა მას შემდეგ, რაც თალიბებმა აიღეს ავიაბაზა 2021 წლის აგვისტოში, შეერთებული შტატების ქაოტური გასვლის შემდეგ. თალიბანი ინფორმაციას უარყოფს, მაგრამ ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო კომპონენტის დაბრუნება შესაძლოა სწორედ ირანის წინააღმდეგ მოქმედებებს უკავშირდებოდეს. ირანის წინააღმდეგ ისრაელის და შეერთებული შტატების კოორდინირებული მოქმედებების პარალელურად დღეს რუსეთის დუმამ ირანთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტის რატიფიცირება განახორციელა. 17 იანვარს 20 წლით დადებული შეთანხმება მოსკოვს და თეირანს შორის თავდაცვის, ტერორიზმთან ბრძოლის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა და საკითხის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტას ემხრობა. ეს ხელშეკრულება არ არის სამხედრო ალიანსის ხელშეკრულება. ამერიკის შეერთებული შტატების ირანზე თავდასხმის შემთხვევაში რუსეთი არ არის ვალდებული გაუწიოს ირანს სამხედრო დახმარება. მაგრამ ხელშეკრულება ასევე შეიცავს სხვა მუხლებს, რომლებიც ეხება სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობისა და სამხედრო ურთიერთქმედების განვითარებას. ასეთი თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. ასეთი სცენარი ჩვენ აუცილებლად უნდა ავიცილოთ თავიდან, რადგან ეს რეგიონისთვის ყველაზე მძიმე შედეგების საფრთხეს ქმნის. და ჩვენ არ ვისურვებთ, რომ რუსეთი კიდევ ერთი კონფლიქტის გადაწყვეტაში იყოს ჩართული. მიუხედავად ამისა, ასეთი შესაძლებლობები არსებობს და ვფიქრობ, ყველაფერი, რაც გასაკეთებელია, განხორციელდება ჩვენი მთავრობის მიერ. ახლო აღმოსავლეთში შიიტურ ღერძთან წინააღმდეგობის პარალელურად ისრაელისთვის კიდევ ერთი პრობლემური საკითხი გაჩნდა. ეს თურქეთის მზარდი გავლენაა სირიაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთმა ცენტრალურ სირიაში T4-ის სახელით ცნობილ ავიაბაზაზე კონტროლი დაიწყო, რასაც ბაზაზე ისრაელის სამხედრო იერიში მოყვა. არაბული მედიის თანახმად თურქეთს სურს სირიაში საჰაერო თავდაცვის სისტემების შეტანა, რაც ისრაელის შეშფოთებას იწვევს. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ სირიაში არსებულ ვითარებაზე. ჩვენ გქონდა მეზობლური ურთიერთობები თურქეთთან, რომელიც გაუარესდა და არ გვინდა ვიხილოთ, რომ სირია ვინმე, მათ შორის თურქეთმა, ისრაელზე თავდასხმის ბაზად გამოიყენოს. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ეს კონფლიქტი სხვადასხვა გზით. ჩვენ არ გვინდა დავინახოთ რაიმე დაპირისპირება ისრაელთან სირიაში, რადგან სირია სირიელებს ეკუთვნის. სირია არ ეკუთვნის თურქეთს, სირია არ ეკუთვნის ისრაელს. ჩვენ არ შეგვიძლია სირიელების სახელით საუბარი. თუ მათ სურთ პარტნიორობა გარკვეულ ქვეყნებთან, გარკვეულ საერთაშორისო საზოგადოებებთან, ეს მისასალმებელია. თუ მათ სურთ ისრაელელებთან გარკვეული ურთიერთგაგება, ეს მათი საქმეა. რასაც ისრაელი აკეთებს სირიაში, არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის სირიის უსაფრთხოებას, არამედ გზას უხსნის რეგიონის მომავალ არასტაბილურობას. ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირება ვერ ხერხდება, რაც რეგიონს და რეგიონის მეზობელ ქვეყნებს დამატებით გამოწვევებს უქმნის.